თქვენ მოთხოვნით დღეს ჩავწერ საჯდომის ვარჯიშების ვიდეოს. შევარჩიე 6 ვარჯიში, დავტვირთავ საჯდომის ყველა ნაწილს. პირველი ვარჯიში შევარჩიე ჰიპერექსტენზიაზე. შევეცდები რომ გავაქტიურო ეს კონქი, გავაკეთებ 3 მისვლას, 10 გამეორებას. გაჩვენებთ. მუხლებს ვხრით. იმისათვის რომ საშუალება მომეცეს ბოლომდე შევკუმშო კონქი, ჩავდივარ და მაქსიმალურად კუმშავ კონქს. ნელი ჩასვლა, ძლიერი შეკუმშვა ურწამიანი. ტერფები შეგიძლიათ გარეთ შეატრიალოთ. მაქსიმალურად მოხრილია ხერხემალი ამოსვლის დროს. მეორე ვარჯიში ეს იქნება არდიერი. გავაკეთებ 4 მისვლას 10 გამეორებას. შეჩართულია საჯდომის ქვედა და შუა ნაწილები. გაჩვენებთ როგორ გავაკეთებ. საჯდომი გადის უკან. ვიწყებ წინ გადახრას. ამოსვლის დროს მუხლი არ იშლება. მენჯის სახსაში ვიშლებით, ვაწვევით საჯდომს. ნელი ნეგატიური ფაზა. მოწაფი ამოსვლა. მოყვება ურწამიანი. pausa. მესამე ვარჯიში ეს იქნება ხიდი. გავაკეთებ შემაღლებულზე, რათა საჯდომის ზედა ნაწილმა იმუშაოს. გავაკეთებ 10 გამეორებას, 4 მისვლას. ჩვენებთ როგორ. ფეხის ქუსლები უნდა მოათავსოთ ისე, რომ ხელს თავისუფლად აწვენდეთ. ფეხები მხრების სიგანეზე. წონა არ უნდა იყოს მცელზე. მაქსიმალური შეკუმშვა, ურწამიანი პაუზა, ნელი ნეგატიური ფაზა. მეოთხე ვარჯიში ეს იქნება კიკბექი. გავაკეთებ 3 მისვლას, 10 გამეორებას. ეს ვარიანტი თქვენ უკვე გაჩვენეთ, მაქვს ვიდეო. მე ახლა ამ შემთხვევაში ტანი არ გადავიხრები ძალიან წინ, და დატვირთვა ამოვიდეს საჯდომის ზედა ნაწილამდე. მუხლს ბოლომდე ავხრი. არ მოძრაობს ზედა ტანი. ფოთაშორის ეს ვარიანტი არ მტკნს წელს. და შემდეგი ვარჯიში ეს იქნება, მეხუთე ვარჯიში, ერთი ნაწილი. გავაკეთებ 3 მისვლას, 10 გამეორებას. ეს სამშო მხარე იქნება მარჯვენა. ხრი მუხლის სახსას. მე მინდა რომ მეორე საყრდენი მხარეც მუშაობდეს, ამიტომ შევაყოლებ ეს მაქსიმალურად. ტანსაც გადავხდი. და ისე გავაკეთებ, რომ იმუშაოს ორივე მხარე. თუ გინდათ რომ საჯდომის მედიუსმა იმუშაოს, მაშინ შეგიძლიათ ასეთი გადაშლა გავაკეთოთ. hip abduction. ეს ჩვენი საყვარელი საჯდომის ვარჯიში, მეექვსე ვარჯიში. ამ შემთხვევაში მე გავაკეთებ წინ გადახრილი კორპუსით, რათა საჯდომის ქვედა ნაწილმა იმუშაოს. გავაკეთებ 3 მისვლას, 10 გამეორებას. ვიხრები წინ. მინდა რომ მხოლოდ საჯდომის მაქსიმუმმა იმუშაოს, მაშინ ამ შემთხვევაში გავაკეთებ მხოლოდ წინ გადახრილ ვერსიას. თუ მინდა რომ საჯდომის მედიუსი ჩავთო, ამ შემთხვევაში გაშლის დროს შემიძლია ზედა ტანი წამოწიო ნახლა. შეკარი.
არ მოძრაობთ წელში, მოძრაობთ თეწოს სახსარში. მუშაობს საჯდომის ქვედა და მედიუსი. სუპერ. ასრულდა დღევანდელი ჩანავარჯიში.